სიტყვებს, რომლებიცაც მიმართავენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. მაგალითად, ნინო ჯანგირაშვილო, შენი და მე აგრძელებენ. მერაბ მეტრეველო, შენი და კიდე აგრძელებენ. ნიკა გვარამიას, ნანუკა ჟორჟოლიანს, თამარ ჩერგოლეიშვილს, სხვებს, ნიკა ბასილაია შავგული. მოკლედ, ყველას, ვინც თვალში არეპით ნავებად, როგორც მიმართავენ ქართული ოცნების არა მხოლოდ ტროლები, არამედ რეალური ადამიანებიც ამ სიტყვებს თქვენის ნებართვით არ გავიმეორებ და იმას კი ვიტყვი, რომ პირველ 1000-ეულში საკუთარ თავსაც მივათვლი. ანუ ვიტყვი, რომ მეც მომმართავენ მერქი. ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავენ ნინო წილოსანს კი არა. წილოსანების მთელ გვარს არ დაესიზმრება თუ ვერც წარმოუდგენია გულახდილები თუ იქნებით. მათ შორის მაგალითად ჩემთვის მოუმართავთ დაახლოებით ამგვარი სიტყვით, ამგვარი შეურაცხყოფით. ნახეთ, მანდაც შობელზე ელაპარაკი, მე რაღაცა და ირაკლი უნდა გაგინონ თუ ზოოპარკს ნახავთ და უბრალოდ და უცებ წამოხვალთ. თქვათ, ზუსტი ამგვარი წინადადება არ დაუწერიათ ჩემთვის ახლა მაგის ზოოპარკზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება, მაგრამ დაახლოებით შემდეგი რამ კი უთქვავთ ჩემთვისაც და ხსენებული მეტრეველისთვის, ჟორჟოლიანისთვის, ჯანგირაშვილისთვის, გვარამიასთვის, ჩერგოლეიშვილისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ არც ერთ ჩვენგანს რამდენადაც მე ვხვდები, არც ერთ ჩვენგანს არ მიუმართავს სკროლვისა და სკრინვის სააგენტო რომ დავარქვით შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ქვეუწყებისათვის, ანუ არ უჩივლია რომ ეს გიორგი თუ ის მზია თუ ის ნათელა თუ ის ლევანი თუ ის ზაზა, ნამდვილი ადამიანი თუ ფეიქ ადამიანი, ხო ფეიქ აკაუნტით რომ სარგებლობს ის ადამიანი, აი მე შეურაცხყოფას მაყენებს და გემუდარები შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად და უფრო კონკრეტულად კი აი სკროლვისა და სკრინვის სააგენტო დაინტერესდი ერთი იმ ადამიანით და გამარკვიე რატომ მაგინებს და არის თუ არა ეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მიმართა თუ არა ნინო იაწილოსანმა ამ სკროლვას სკრინვის სააგენტოს, როდესაც მას მიმართეს თავის შეურაცხყვეს და დაუწერეს სიტყვები შემდეგი მანდაც უნდა გაგინონ და თქვენის ნებართვით აღარ გავხსნი ხა ფშხილებს, ხო? ნინიკო, უბრალოდ ზოოპარკს ნახავთ თუ წამოხვალთ, არ მესმის შინაარსით სიმართლე გითხრათ ბოლომდე კარგად, მოკლედ ამგვარი სიტყვით მიუმართავთ ნინო იაწილოსანისთვის საქართველოს პარლამენტის წევრი რომ გონია საკუთარი თავი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერთაგანი რომ არის და ვიცე-სპიკერი რომ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სამმართველომ სკროლვას სკრინვის სააგენტომ შეისწავლა გაგიკვირდებათ და არა შეურაცხყოფილი ნანუკას, ირაკლის, ნიკას, თამარის, მერაბის თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების თაობაზე გამოქვეყნებული შეურაცხყოფელი პოსტები და ამ გვარ შეურაცხყოფებს კი არ მიაქცია ყურადღება, არამედ რატომღაც სწორედ ნინოია წილოსანის საქმე, უკაცრავად წილოსანის საქმე და ნინო წილოსანი წერს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოხდა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერები. ეს კონკრეტული, ვინმე შოთა თუთბერძეზეა საუბარი, პიროვნება არის ნაციონალების ადვოკატი, რომელსაც შეურაცხყოფა მიუხენებია ნინო წილოსანისათვის. ამიტომ ზედმეტი იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას. რაც ყველა ქვეყანა შეიჭება, უკაცრავად ეს მეორე ნაწილია პოსტისა და ამ მეორე ნაწილს ცალკე ჩავუღრმავდები. ანუ გამოვიდა და აღმოჩნდა, რომ ნინო წილოსანის საქმე არის პირველი, ანუ არა მეორე, მე-7, 27 ან 98, არამედ პირველი ამბავი, რომელიც ამ სკროლვას სკრინვის სააგენტომ გამოიზიეთ, რამდენადაც ხვდებით სასამართლოსაც მიმართა. გამოდის, რომ ტაბლიაშვილს, გვარამიას, ჟორჟოლიანს, ჩერგოლეიშვილს, მეტრეველს, სხვებს იგივე სიტყვებით ზუსტად რომ აგინებენ ან შეურაცხყოფას აყენებენ, ეს იმ სკროლვას სკრინვის სააგენტოსათვის საინტერესო არ არის. აი, წილოსანის ღირსება უნდა იყოს
დაცული, არ უნდა იყოს შელახული ქალბატონი ნინო და ამ შემთხვევაში იქნება შვიდად ქალბატონი ნინოც, ზოგადად ხელისუფლებას, ნინოს პატრონიც, მამუკა დინარაძე, სხვები და სხვები და სხვები. ამიტომ მე ხლა მოდით თქვენის ნებართვით ვიკითხავ ასე. ნინო წილოსანო, შენი ესე და ესე, ეს რო თქვა. მე დავისჯები. ეს რომ წარმოვთქვა ეს სიტყვები, ანუ რომ დავაბოლო, ხო? ანუ ბოლომდე რომ წარმოვთქვა ეს სინადება, მაგრამ ნინო წილოსანი ან ნინო წილოსანის მამუკა დინარაძის მომხრე. მე თუ მომხრე ან ქართული ოცნების ხელისუფლება, იგივე სიტყვებით მე თუ მომმართავს. სხვა რამესაც ვიტყვი თქვენის ნებართვით. აი, ნინო წილოსანმა სარჩელი შეიტანა თუ არ შეიტანა ამისგან დამოუკიდებლად, ამ სკროლობას ქრინვის სააგენტომ არკვია და სწორედ ნინო წილოსანის საქმეს მიადგა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილები აინტერესებს ამ სკროლობას ქრინვის სააგენტოს, ანუ სახელმწიფოს და არა ხელისუფლების მომხრეების მიერ სხვათათვის მიყენებული ზიანი თუ წარმოთქმული წინააღმდეგების შეურაცხყოფელი სიტყვები. ახლა ესეთ კითხვას დავსვამ. კოლექტიურად მაგალითად რო ვილაპარაკოთ 5000 მაკაცმა ერთიანად ერთ ხმაში რომ წარმოთქვას ნინო წილოსანის ან დაგადაბე კიდე ნინო წილოსანის ხო მამუკა დინარაძის, ირაკლი გობახიძის, პაპუაშვილის, სხვების და სხვების შეურაცხყოფელი ერთი და იგივე წინააღმდება. აი რო წარმოთქვას თეა წულუკიანო და მერე დააბოლოს 5000 კაცს. მაგრამ 5000 მაკაცმა რო თქვას ეს ყველაფერი თეა წულუკიანი 5000 ივეს უჩივლებს. აი ეს ჩელენჯი რო გამოცხადდეს. მოდი ვაგინოთ, გავანებოთ თეასაც თავი, ნინოსაც დავანებოთ თავი, დიმიტრის ამხარაც აქეთ ხო გვაგინებს. და მოდი ჩვენც ვაგინოთ, ისეთივე სიტყვებით მოიხსენიოთ, როგორც თავად მოიხსენიებს. დიმიტრის ამხარაძის არავინ არ შეეხება რასაკვირველია და იმ 5000 ან 15000 კაცს თუ სუსტად იგივე სიტყვებით შეურაცხყოფ, ვინც სუსტად იგივე სიტყვებით შეურაცხყოფს დიმა სამხარაძეს, დიტოია სამხარაძეს. იმ ადამიანებს უბრალოდ ვეღარ მოერევიან, იმიტომ 15000 კაცზე საჩივრის დაწერა, წილოსანს თუ დიმიტრის სამხარაძეს გაუჭირდება. აი ეს ნაწილი დაეღლება პირველ ყოვლისა, ან თუ კრებს მაინც და მაინც თითები დაეღლება დიმიტრის სამხარაძემ, გულახდილად გეტყვით, ამასაც არ მგონია რომ სწრაფად იცის ალბათ რაღაც საკრებს, მაგრამ არ მგონია რომ სწრაფად იცოდეს აკრეფვა, კი მესმის რომ copy paste იქნება უმრავლეს შემთხვევაში და გვარსახელი უნდა შეიცვალოს განცხადებიდან განცხადებამდე, მაგრამ მაინც და საერთოდაც მგონია რომ ესენი ასე არ დაიღლიან საკუთარ თავს. უბრალოდ ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ აბსურდული კანონები მიიღეს, აბსურდული და სეგრეგაციული, იმიტომ რომ ესენი რეალურად ებრძვიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ხელისუფლებას წოდებული ბანდის წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიზულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, ანუ ამ სკროლვისა და სკრინვის სააგენტომ, საამმართველომ შექმნიდან დღემდე სასამართლოს 60-მდე საქმე წარუდგინა. ერთ-ერთი ნინო წილოსანის საქმეა თუ პირველი არა. ესეც უნდა თქვა. ამის შესახებ IPN-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათივე ცნობით შემაჯამებელი გადაწყვეტილებით 7 საქმე უკვე დასრულდა. უწყებაში აცხადებენ, რომ 1 ივნისიდან, ანუ დღეს ვთქვათ 15 ივნისი, წარდგე დღეში 4 საქმეს ამზადებს როგორც ჩანს საშუალოდ. წარდგენილ 60-მდე საქმიდან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. გარწმუნებთ რომ 60-ივე საქმე თუ რამდენიც იქნება მაგალითად თვის ბოლოსთვის ვთქვათ 2 ამდენი, ხო? 120-ივე საქმე შეეხება ქართული ოცნების ბანდის წინააღმდეგ გაკეთებულ ეგრეთ წოდებულ შეურაცხყოფელ განცხადებებს და არავინ რასაკვირველია ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ ქართული ოცნების მომხრეები ასეთივე შეურაცხყოფებით გამოირჩევიან ქართული ოცნების წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქე საჯარო პირების, მათ შორის დაბლიაშვილის, ჯანგირაშვილის, გვარამიას, ჯერგოლეიშვილის, მეტრეველის, სხვების მიმართ. და გაცილებით მეტია ყოველი 10 გინების წილ აქედან 100 გინება მოდის იქიდან. გაცილებით მეტად გვაგინებენ ჩვენ თუ არა გადახედეთ ჩემს რილსებს. სკროლობას ქრინვის სააგენტოსაც ქვია ოფიციალურად სიზულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართ. გადახედეთ ასე მაგალითად კონკრეტულად აი ვასახელებ ჩემს ეგრეთ წოდებულ რილსებს, კარგებს, სუდებს, ჭკვიანურებს, არაჭკვიანურებს. ნახეთ ადამიანები რას იწერებიან და მე იქნება
სამართლიანობის 0.1% მაინც თუ თქვენ რეაგირება გექნებათ ამაზე, სამართლიანობის 0.1% მაინც აღდგენილი თუ აღდგარი იქნება, აღდგენილი იქნება. ნინო წილოსანს კი უნდა უთხრათ, აი ასემც და ასემც მეთქი, ასე თუ ვიტყვი, უნდა მიჩვილოს. თუ თბენის ვალდებულება აქვს ალბათ წილოსანს, ასე მაგალითად, ან სხვა შემთხვევაში დიმიტრი სამხარაძეს. ასე უნდა გამოედევნოს ყოველ მეორეს, ვინც მართლა უშვერი სიტყვებით ლანძღავს, მე რო გამოვედევნო, კალათონ ნინო წილოსანს და წილოსანების გვარს აკითხავთ ვერ და ესიზმრება ის შეურაცხყოფების კასკადი და ხარისხი, ასე ვიტყვი, როგორი შეურაცხყოფა, რა შეურაცხყოფებს მომართავენ, ასე მაგალითად მე და დარწმუნებული ვარ, მე ასეულში ვარ და აი ხსენებულ ნანუკას, ასე მაგალითად მიმართავენ 700 ჯერ უშვერად ვიდრე მეც კი. აი იმ განცხადებაში, რომელიც კალბატონმა წილოსანმა ღირსება აღდგენილმა და რეალურად კი ღირსება შელახულმა, უღირსებო პოლიტიკოსმა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, მეორე და ძალიან საინტერესო და სიმპტომატური უვიცი წილოსანის აბსოლუტურად გამიზნული საინტერესო სიმპტომატური შორსმჭვრეტელური მზაკვრული და საგინებელი განცხადება. განცხადებას ვაგიდებ წილოსანს არა. ნახეთ რას წერს, რას ამბობს კალათონი წილოსანი. მისთვის ეს შევაწყალება ჩვეულებრივ და რაღაცა გაიარა ის ვისაც უჩივის შოთა თუთბერიძე ადვოკატს თუ უჩივის თუ საქმე აქ აღზრული ასე შემდეგ. უკვე შემდგომ წერს წილოსანი თუ ამბობს წილოსანი. რაც ყველა ქვეყანაში ისჯება, არ შეიძლება აქ საქართველოში დაგვიწესონ ნორმად. ოკეი? მაგალითად, კანადაში სახელმწიფოს დაბლოკილი აქვს საინფორმაციო საიტები. ამის შემდეგ ირაკლი ტაბლიაშვილმა ნებისმიერმა სხვამ რომ არ შეიგინოს და დააგინოს, გასაკვირი იქნება. აი ასე რო თქვას, მტყუანის და ხომ მართალი გონია საკუთარი თავი. შესაბამისად, ჩვენ დავმარცხდებით ამ მტყუანის დროს გარჩევა გამორჩევაში. ხო გონია, თუ არ გვაბოლებს და შეგნებულად თუ არ გვატყუებს, ეს კიდე ცალკე ამბავი იქნებოდა, ეგრე მაგის პასუხია, მე გეუბნებით რომ გვაბოლებს. და თუ შეგნებულად გვაბოლებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცალკე აღსანიშნავი ამბავი. ნახეთ რას წერს კიდევ ერთხელ. კანადაში სახელმწიფოს დაბლოკილი აქვს საინფორმაციო საიტები და იმახსოვრეთ ეს წინადადება. მაგალითად წერს კალბატონი წილოსანი. მატყუარა, იხა იჩივლოს. მატყუარა კალბატონი წილოსანი. Facebook-ზე CNN-ის საიტზე, როდესაც შედიხარ კანადიდან, წერია რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ გაქვთ უფლება ამ მედიის საიტზე შეხვიდეთ კანადაში. ანუ კანადაში თურმე CNN.com-ს ვერ გახსნით, წილოსანი გვეუბნება ამას. დეპუტატი ჰქვია. თქვენი შვილების ქვეყნის კანონებს წერს მატყუარა ნინო წილოსანი. CNN.com-ს ვერ აკრიფავთო. გეუბნებათო რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ამ მედიის საიტზე ვერ შეხვალთო. სხვა საინფორმაციო მედია საშუალებებიც დაბლოკილია, ანუ დაბლოკილია ყველაფერი წილოსანი ასე გვატყუებს. რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ ერთგვარად ეს კგბ-შნიკ, ფსბ-შნიკური გზა არის და მეთოდია რომ რომელიღაც ეტაპზე ეს ბზონდირება რეალურად მოამზადო ნიადაგი და თქვან რომ თუ კანადაში არის დაბლოკილი CNN-ი, შენთანაც რომ იყოს CNN-ი დაბლოკილი, რა პრობლემა? CNN-ი თუ არა ფორმულაჯი, ფორმულაჯი თუ არა, არ ვიცი, ტაბულაჯი თუ არა, ორივე ერთად TV პირველიჯი და ასე შემდეგ. იმედში ჩარჩით. ოღონდ მე არ გეუბნებით რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ, უბრალოდ ამის ზონდირებას აკეთებენ. შემოაგდო კგბ-შნიკურად, ფსბ-შნიკურად თემა. მე მეტყვია რომ არა ვართ ფსბ-ის აგენტებიო, ხართ. იმიტომ რომ ეს ფსბ-შტრომს ვერაცნობიერებდნენ. ეს ფსბ-შნიკური მეთოდი არის. უყურეთ, ჩვენ გადავამოწმეთ ცხადია. ცხადია ისე რაც ვიცოდით, მაგრამ გადავამოწმეთ და ვიკითხეთ. კი, მაგრამ კითხეთ არა მაინც და მაინც კანადის ხელისუფლებას, არამედ Google-ს ვკითხეთ, ასე ვიტყვი, კარგმეთ მერე და ბუდიში, ესეთი რამის გავაკეთეთ, რომ ჩვენ აი რაღაცა მოკლე შინაარსი კალბატონი წილოსანის ამ სულელური და კგბ-შნიკური განცხადებიდან ავიღეთ
მე იქ დავსერჩეთ და ასე შემდეგ და ასეთი შედეგი მივიღეთ უკვე ძიების შედეგად. 2023 წლიდან კანადაში მეტამ, ანუ Facebook-მა და Instagram-მა დაბლოკა ახალი ამბების ნიუსის კონტენტის ნახვა და გაზიარება კანადელი მომხმარებლებისათვის. ანუ კანადის ხელისუფლებამ კი არ დაბლოკა. არამედ დაბლოკა მეტამ კანადელი მომხმარებლისათვის. ანუ თავად უყეჭად ცუკერბერგმა დაბლოკა. ეს მოხდა კანადის ონლაინ ნიუს აქტის გამო, ანუ კანადას ქონია ონლაინ ნიუს აქტი, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს, Facebook-ს ასე მაგალითად, მედიისათვის ანაზღაურების გადახდას ავალდებულებდა. ანუ ეუბნება, რომ შენ უნდა გადაუხადო მედიას, მაგალითად კანადიან NBC-ს, შენ გარკვეული თანხა, როდესაც ავცელებ ამ CNBC-ს, კანადის NBC-ს, მასალას შენს Facebook პლატფორმაზე. მეტამ საპასუხოდ ახალი ამბების კონტენტი საერთოდ მოხსნა თავისი პლატფორმებიდან კანადაში, ანუ აღარაფერს აღარ ვავრცელებ, თავიდანვე ვიყოთ ახალი ამბების კონტენტი. ოღონდ მეტამ მოხსნა თავად, Facebook-მა მოხსნა თავად, ცუკერბერგმა მოხსნა თავად და არა კანადის ხელისუფლებამ. კიდევ ერთი თვალსაჩინოება, როგორ მოგვატყუა თურმე ნინოია წილოსანმა კგბ-შნიკ სამ თუ კგბ-შნიკმა, ხო FSB-შნიკ სამ თუ FSB. მიჩივლებს, ეს ხომ არ არის შეურაცხყოფა. უკან ხო არ დავიხიო შემთხვევით. ამავდროულად, ხო, მაგრამ ამიტომ კანადაში, ესე იგი, როგორც ვარკვევთ, ზოგიერთი მედიის გვერდის გახსნისას შეიძლება მართლაც გამოჩნდეს შეტყობინება, რომ ეს კონტენტი კანადაში მიუწვდომელია. ამავე დროს კანადის სახელმწიფოს არა დაუბლოკავს, ეხლა გახსოვთ, წილოსანი ამბობს, რომ კანადის სახელმწიფომ დაბლოკაო. რკვევარკვევის შედეგად კანადის სახელმწიფოს არანაირი CNN-ის საიტი არ დაუბლოკავს არსად კანადაში. კანადის სახელმწიფოს არ აუკრძალავს მოქალაქეებისათვის CNN-ის, BBC-ის ან სხვა უცხოური მედიის ვებგვერდებზე შესვლა და შედიან კანადის მოქალაქეები თუ არა გადაამოწმეთ კანადაში გეყოლებათ ვინმე ახლობელი, რომელიც წილოსანის და წილოსანების ამგვარი განცხადებებისა და პოლიტიკის გამო წავიდნენ ამ ქვეყნიდან, გადასახლდნენ კანადაში. აღარ გამოიხედეს სამშობლოსაკენ წინაფარ და საფლავები დაივიწყეს, იმიტომ რომ წილოსანი ყავთ, ვიცე-სპიკერი და კალაძე ყავთ დედაქალაქის მერი და ბიზინა ივანიშვილი ჭორვილაში, კი არა უკაცრავად. აბას თუმანშია გამაგრებული. საუბარია ხო, ესე იგი, მედიის გვერდზე შესვლა არ აუგზავნავს კანადის ხელისუფლებას. საუბარია Facebook-ისა და Instagram-ზე ახალი ამბების კონტენტის შეზღუდვაზე და არა მთლიანად ინტერნეტში მედიის სტატიების ბლოკირებაზე. Facebook-სა და Instagram-ზე. ამიტომ ქალბატონი წილოსანის ეს უკვე GPT მეუნება. ქალბატონი წილოსანის ფრაზა კანადაში სახელმწიფოს დაბლოკილი აქვს საინფორმაციო სააგენტოები, საინფორმაციო საიტები, მაგალითად CNN, არის ტყუილი და დიდი ტყუილი. უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა. კანადაში Facebook-სა და Instagram-ზე ახალი ამბების კონტენტი შეზღუდულია სწორედ მეტას გადაწყვეტილების გამო, რომელიც კანადის კანონთან დავას უკავშირდება, თუმცა დავა გრძელდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაბამისად Facebook-სა და Instagram-ზე ახალი ამბების კონტენტი შეიძლება შეზღუდული სულაც არ იყოს. მაგრამ ეს ხო არ არის მთავარი. მთავარი არის რომ ნინო წილოსანს არ შეაგინონ. დამოუკიდებლად იმისა, სხვას შეაგინებენ თუ არა, ნინო წილოსანს არ უნდა შეაგინონ. ნინო წილოსანი ერთი მაგალითია, რომელმაც ერთი სასამართლო მოიგო თუ მოიგებს თუ აღძრულია საქმე და თითფერიძე რაგვარიც არის ის ადამიანი იმას უჩივის. ოღონდ ნინო წილოსანს სუფეხებზე კიდია შალვარაბიშვილი ღია ეთერში იტყვის თუ არა მაგალითად ლევან სანიკიზეზე იმას რასაც ამბობს ხოლმე. ან მაგალითად სხვებს მიაყენებს თუ არა შეურაცხყოფას. ნინო წილოსანისთვის მთავარია რომ ბიზნეს ფრთებ ქვეშ მოქცეულები იყვნენ არა შეურაცხყოფილები. რომ ემან ვინმე არ დაიჯეროს რომ ის მოხდება როგორც აგინებენ ხოლმე. ნინო წილოსანს ღირსება ჭყალებში მისეული გაგებით აქვს. ხოლო სხვები აგინეთ რა, ხსნილია. მათ შორის ნინო წილოსანის მიერაც მატყუ არა ნინო წილოსანის მიერ არის ხსნილი. წულუკიანის და ასე შემდეგ. თავად
არიან პირველები, ვინც შეურაცხყოფას აყენებს სხვა მოქალაქეებს. თავად არიან პირველები, ვინც ქოქავს, ტროლებს, აძლევს დავალებას, რომ აგინეთ ტაბლიაშვილს, მეტრეველს, ჯერგოლეიშვილს, სხვებს და სხვებს, ოღონდ ჩვენ ფეხებზე მკიდია მართლა. მე პირადად ფეხებზე მკიდია. ჩივილს ყოველ შემთხვევაში ამ სკროლვას ქსინვის სააგენტოში არ ვაპირებ, მათ შორის იმიტომ რომ ვიღაცა, რომელიც მაგინებს, არ დაჯარიმდეს 4000 ლარით. თუმცა მეორე მხრივ ეს არც მოხდება. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, ვინც აგინებს, იმათ ხელისუფლების წანაზარდი ეს სკროლვას ქსინვის სააგენტო არც დააჯარიმებს. ნილო წილოსანის უხმენი ნოცი. ვაი, თქვენ, საწყლებო თქვენა.